საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეების მშობლებთან შეხვედრა გამართა. მინისტრმა მათთან ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმის ძირითადი კონცეფცია და ინიციატივები განიხილა. სამინისტრო აქტიურად მუშაობს სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულობის გააქტიურების მიზნით, ვინაიდან სკოლასა და ოჯახს შორის მჭიდრო თანამშრომლობა დადებითად აისახება მოსწავლის განვითარებასა და აკადემიურ მოსწრებაზე. მისი თქმით, მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია, რათა სასკოლო რეფორმის პროცესში გათვალისწინებული იყოს მშობელთა აზრი. განვიხილეთ მიმდინარე უმაღლესი სასწავლებლებისა და ზოგადი განათლების რეფორმის საკითხები. იყო საკმაოდ საინტერესო დისკუსია და გამომსვლელებმა მშობლებმა არაერთხელ დააფიქსირეს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან, პირველი პირების მხრიდან მიწოდებული ინფორმაცია. მათ აქვთ კითხვები, რომელზედაც მიიღეს ამომწურავი პასუხები და გამოთქვეს მადლიერება და სრული მხარდაჭერა იმ რეფორმების მიმართ, რომელიც ქვეყნისთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის ფუნდამენტური და უმნიშვნელოვანესია. ძალიან საინტერესო ფორმატი არის, რომელიც მინისტრმა შემოიღო, ეს არის მშობლებთან შეხვედრა. შეხვედრამ გასტანდა 2 საათზე მეტი. ანუ ეს თავისთავად მეტყველებს, რამხელა ინტერესი არის სასკოლო თუ უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით და აი ესეთი შეხვედრები არის სწორედ ის, რითაც უშუალოდ დაინტერესებული პედაგოგი იქნება ეს თუ მშობელი იქნება, იგებს ამ რეფორმის არსს.